პასუხი, რომ სამსახური უნდა იყოს თამაშივით. იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს დაინტერესებული. საკმარისად მრავალფეროვანი საქმე ჭირდება ამ ჩვენ ჯენზის, რომ დღეს თუ აი მთლად ვიდეოების ხასიათზე არ არის, უფრო ის გააკეთოს და ესეთი რაღაცნაირი გრძელი ნაცრისფერი კორიდორების ისა, იმიტომ რომ ეგ საერთოდ არ არის საინტერესო, ხო? Mobile friendly, სწრაფი და ლამაზი უნდა იყოს გარემო ეგა. ჩვენი საქმე, რაც გვაქვს ბუღალტერიაში, ფინანსებში, ლოგისტიკაში რაღაცნაირად გავხადოთ აი ესეთი instant ცოცხალი. ანუ ამ ხალხს უნდა რომ რაღაცები გამოუვიდეს, რაღაცები დაფეილდეს, სადაც დაფეილდება თავი მოსძვრეს, მერე გაიკეთოს ეს თავი ისე და გააგრძელოს და თავი გასწავლოს და როგორც სწრაფად მოსდის, ესე იგი ინსპირაცია და мотиваცია ისე სწრაფად მისდის. ესე იგი, მანდაც ძალიან დიდი განსხვავებებია და ისევ უნდა გავიხსენოთ, რომ ამისი მენეჯერი უმეტესწილად არის მილენიალი და მილენიალი რო უყურებს ჯენზი თანამშრომელს, იმასაც ორი თვალი აქვს, ორი ყური აქვს, ორი ხელი, ორი ფეხი და გონია თავისნაირი. და მილენიალებს აქვთ საოცარი უნარი თუ თვლის რომ სწორ საქმეს აკეთებს და სწორად აკეთებს და სწორ იდეას ემსახურება და სწორი პრინციპით, საერთოდ არ ჭირდება, ესე იგი არაფერი, პირიქით ხელს თუ შეუშლი ზედმეტი ჩარევით, თორე ესე იგი ნინო რო ყავს სწორი ნინო თუ არის, უნდა კითხო რამე ხო არ გიჭირს, რამე ხო არ გჭირდება, მე დაანებო თავი. იმ საათზე მოვა, რომელზეც საჭიროა, იმ საათზე წავა, ისე დაიწყებს, ისე დაამთავრებს, ისე დაალაგებს, ისე და პერიოდულად რაღაცა შემაჯამებელი ფიდბექები უნდა რომ კვირაში ერთხელ დავილაპარაკოთ, ის კვირაში ერთხელ თუ არ იქნება, ორ კვირაში ერთხელაც არ არის პრობლემა, უბრალოდ ძალიან სტაბილური თანამშრომელია მილენიალი თუ კარგია, ხო? ეხლა როგორც კი ჯენზიზე გადავდივართ, ეს ხალხი ისევ და ისევ არიან გეიმერები და აი ამ პერფორმანსის და мотиваციის შენარჩუნებაში, ესე კომპიუტერული თამაშები ახერხებენ რაღაცნაირად, რომ საერთოდ რავი, ღამეები გაათენებინონ ამ ჩვენ ჯენზიებს, ხო? ანუ ვერ წყდება ფაქტიურად, აი ენანება, დაძინება, ეგეც ხო პერფორმანსია, ეგეც ხო დამღლელია, ეგეც ხო შრომაა, ხო? მასე რომ იმუშაოს და ვიდეოები აკეთოს როგორც თამაშობს, რა ვიცი, ესე იგი დაცაკავებელი გვეყოლება, რომ არ გადაიწვას და არ გადაიღალოს და ასე შემდეგ, ხო? მაშინ ესე გეიმიფიკაცია არის, მოკლე პასუხი, რომ სამსახური უნდა იყოს თამაშივით. იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს დაინტერესებული. ახლა რას ნიშნავს გეიმიფიკაცია? რას ნიშნავს სამსახურის ათამაშება და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ეს ათამაშებული სამსახური? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ არჩევანი, მოკლედ გეიმერები ვინც არიან, ერთ თამაშს თითქმის არც ერთი არ თამაშობს. აი, როგორც მუსიკის ერთი პლეილისტი ვერაფრით ვერ გექნება, იმიტომ რომ ასეთი ხასიათის, ისეთი ხასიათის, უფრო ზაფხულის, ზამთრის და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ საკმარისად მრავალფეროვანი საქმე ჭირდება ამ ჩვენ ჯენზის, რომ დღეს თუ აი მთლად ვიდეოების ხასიათზე არ არის, უფრო ის გააკეთოს. თუ იმის ხასიათზე, მოკლედ რამდენიმე მიმართულება უნდა კონდეს, რომელიც მისი განწყობის და ხასიათის მიხედვით შეუძლია რომ უფრო ამას მეტად ამაზე იმუშაოს, მეორე დღეს უფრო ქვიზები აკეთოს და ტესტები, მესამე დღეს ვიდეოები, მეოთხე დღეს გადაიღოს რაღაცა და მოკლედ მრავალფეროვანი. არადა ეს კონვეერის პრინციპი ძველი, რომელიც წინაპრებიდან მოდის, პირიქით ამბობს, რომ ვიღაცა მარტო წითელი ფოთლები აკეთოს და ვიღაცა მწვანე, ხო? ეგრე არ გამოვა. ჯენზის უნდა მრავალფეროვანი, ეგ უკვე მილენიალსაც უნდა მრავალფეროვანი, მაგრამ ჯენზის კიდევ უფრო მრავალფეროვანი უნდა. ანუ, როცა ვაკეთებ job designs, შეეცადეთ კომპანიებში არის ეგეთი მიდგომა, რომ მოდი ამან მარტო ეს ერთი რეპორტი აკეთოს ამ ბუღალტერმა, იმ ბუღალტერმა მეორე რეპორტი და ეგრე არ გვინდა. პირიქით უნივერსალური ტიპი უნდა, რომ ამის კეთების საშუალებაც მისცე, ისწავლოს იმის კეთებისას და იმის კეთებისას. ამიტომ ძალიან მიღებულია ეს როტაციები, რასაც ჩვენ თქვათ სტაჟირებაში ვაკეთებთ, რომ აბა ეხლა რა გინდა? გინდა ტრეინინგში თანაფასილიტატორად იყო და თანაკოორდინატორად, კი ბატონო, იმ შემდეგ კვირაში დაგეგმე და ეგ გააკეთე. მერე გინდა რომ ჩაერთო დაუშვათ მარკეტინგულ აქტივობაში, ჩაერთე და ასე შემდეგ და მარტო სტაჟორზე არ არის ლაპარაკი, ჩვეულებრივ თანამშრომელზეა ლაპარაკი, გადასვლა, გადმოსვლა. მილენიალს ეს არ აფიქრდება როგორც მენეჯერს, იმიტომ რომ მისთვის ეს იქნებოდა საშინელება, რომ ვიღაცა მოგადგეს და გითხრას, რომ აღარ ახარ შენ ვიდეოებს აღარ აკეთებ, ეხლა იმას მიხედა, იმიტომ რომ ინერცია აქვს და მიჩვევა აქვს და კომფორტი აქვს, ასე ვთქვათ, იმ თავის ჩარჩოებით.
დროში, ხო? ამიტომ პირველი მრავალფეროვანი სამუშაო და არჩევანის თავისუფლება უნდა კონდეს, რომ კარგი ეს თუ არ გინდა, მოდი ეს გააკეთე, ის თუ არ გინდა, ის გააკეთე და ასე შემდეგ და თვითონ გადაერთვება, გადმოერთვება. პასუხისმგებლობა მაღალია. ეს კომპიუტერულ თამაში, ანუ ანალოგია არის, რამდენიმე თამაში მაქვს კომპიუტერზე და აბა დღეს ფორმულა 1-ის თამაშის ხასიათზე ვარ თუ ფეხბურთის თუ იმისი, შუთერის რაღაცის, ხო? თუ სტრატეგიის რაღაცა თამაშის. ანუ ალტერნატივები უნდა კონდეს. მეორე ყველა თამაში არის რაღაცნაირი ლამაზი და ცოცხალი. აი კომპიუტერული თამაში, ესე იგი მე რო პირველი კომპიუტერული თამაში ვითამაშე რაღაცა უშველებელ კომპიუტერზე 86 წელს, მე მგონი 1986 წელს, რაღაცა ტექსტი უნდა დაგეწერა და პროგრამირებასავით და ცოტა ხანი დაალოდებოდი და ის პასუხს დაგიწერდა, რომ რაღაცა შენი სოფელი გამრავლდა და სუპერ ბორინგ, სუპერ უინტერესო, სუპერ ნელმოძრავი და ასე შემდეგ და მე გავგიჟდი, იმიტომ რომ იმ დროში ეს იყო რაღაცა რევოლუციური ისა. დღეს ახლა არაფრით არ გამოვა ესე, რომ შენ ახლა გააგზავნი იმეილი შედეგებს და 3 კვირის მერე შენი უფროსი დაგიბუნებს პასუხს, მაგ თამაშს არავინ არ ითამაშებს. Fast moving, აი ჩვენი monday.com-ი რომელსაც ვიყენებ, ხო? აი ვარსკვლავებიც ვივა რაღაცა დააკომპლიტებ, ლამაზია, ფერადია, ისა. აი ეგეთი უნდა იყოს რა, feels like game. ხო? ოფისიც ეგეთი უნდა იყოს, არ შეიძლება ესეთი რაღაცნაირი გრძელი ნაცრისფერი კორიდორების ისა, იმიტომ რომ ეგ საერთოდ არ არის საინტერესო, ხო? ეს coworking-ის ტიპის open zone, რომ აქ კი არ დავждები, მოდი დღეს აივანზე დავждები, მე ტერასაზე ავალ, მე ჩამოვალ, ესე უფრო ურჩევნია, იმიტომ რომ მრავალფეროვნებას იღებს. მე ახლა თამაშებში რო ვილაპარაკოთ, თამაშებში შენ გაქვს საშუალება რომ შეგეშალოს და თავიდან დაიწყო რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი მილენიალი ეუბნება, რომ ოღონდ არაფერი შეგეშალოს, არ დაგუღუპო, мотивация ეკარგება იმას და ამბობს, რომ ექსპერიმენტები და მოსინჯვა და ვცადოთ სხვანაირად არ შეიძლება და მილენიალი ეუბნება, რომ არა, ბაბუა ჩვენი ასე აკეთებდა ღვინოს, მამა ჩვენიც ასე აკეთებდა, მეც ასე ვაკეთებდი და შენ შვილო ასე უნდა გააკეთო. ეგ არ არის ჯენზისთვის მოსაწონი გარემო, იმას უნდა ექსპერიმენტები და ღვინოშიც ექსპერიმენტები უნდა, ვიდეოშიც ექსპერიმენტები უნდა ის. შენ შეიძლება უთხრა რომ მე ასე ვაკეთებ მონტაჟს და თქვენ როგორც გინდათ ისე გააკეთეთ და ახლა მით უმეტეს AI-ის სამყაროში საერთოდ სხვანაირი ინსტრუმენტები და მოტივები. ანუ ინსტრუმენტებში ჭირდება თავისუფლება, ლამაზი უნდა იყოს, სიმპათიური, ფერადი, რა ვიცი, მუსიკალური, სასიამოვნო, რაღაცნაირი ეს work place და work environment როგორც ტექნოლოგიური უნდა იყოს. Mobile friendly უნდა იყოს. შენ თუ ეტყვი რომ ჩვენი სისტემაში ტელეფონით ვერ ნახავ, რა ვიცი, აბა ეხ კომპიუტერი უნდა ვატარო, მაშინ ავტობუსში უნდა გავხსნა და ჩავიხედო იმაში, არ გამოვა ეგრე. არა ვერ დაესწრები დისტანციურად უნდა მოხვიდე და აქ დაჯდე. არ გამოვა ეგრე რა. მოკლედ mobile friendly, სწრაფი და ლამაზი უნდა იყოს გარემო ეგ. მერე instant feedback, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს კომპიუტერული თამაში, რომელშიც შენ რაღაცა კარს შეაღებ, ან გაისვრი და ის გეტყვის, რომ შემდეგ კვირაში გეტყვით მოხვდა თუ არა, ესე იგი შენ იმას მონსტრს შენი გასროლი ტყვია. ეგ არის უსაშინლესი თამაში, ყველა მიატოვებს მაგ თამაშს. მე მჭირდება, რომ მაშინვე მივხვდე სოციალურ მედიაზე, იმიტომ გიждებიან, რომ აი დააპოსტე და დაალაიქეს და აი უკვე 15 ლაიქია, ესე იგი 5 წუთის დაპოსტილ ვიდეოს. აი ეგეთი რაღაცები უნდა და ჩვენ უნდა მთელი ჩვენი საქმე, რაც გვაქვს ბუღალტერიაში, ფინანსებში, ლოგისტიკაში რაღაცნაირად გავხადოთ აი ესეთი instant ცოცხალი, ასე ვთქვათ, რომ აი გამოვიდა თუ არ გამოვიდა. გაყიდვები მაგითო უყვართ სხვათა შორის ძალიან, რომ იქ პირდაპირ გეუბნება, რომ კი ბატონო ვიყიდი, არ ვიყიდი, გამოგზავნე, არ გამოგზავნე და მილენიალებს ეს უარის მიღებას ვერ იტანენ, გაყიდვებში სერიოზული პრობლემები აქვს, რომ უარ მყვეს, არ ვარგივარ, კი ვარგივარ და მიდიან მაჯლაჯუნებში და აღარ ბრუნდებიან უკან, ხო? და ზეტებს არა აქვთ ეგ თემა, რამდენადაც სოციალური უნარები სოციალური ის აქვს, კოლეგებთან თუ კომფორტი აქვს ის, რომ ტელეფონზე ვიღაცა მოარი უთხრა, მაგას უყურებს როგორც გეიმში, რომ მოგკლავენ და ცკაპ მოგძვრა თავი და ისა. ძალიან საინტერესო რაღაცა გამახსენდა ახლა ჩვენი რეალობიდან, Squid Game რომ გაჩნდა ისა. მანამდე მქონდა მე ფიქრი, იმიტომ რომ შევატყვე, რომ ზოგიერთ კომპიუტერულ თამაშში არა სერიალში
კომპიუტერულ თამაში ძალიან რაღაც ბრუტალური რაღაცები ხდება, თავი მოძრებოდა და სისხლები ამოდიოდა და ესენი იცინოდნენ ეს ჩვენი ჯენზიკები და ცოტა ჩემთვის დისტარბინგი იყო, რომ ბავშვმა ესეთ თამაში უნდა ითამაშოს, სადაც ვიღაც თავი ძრება და რა ვიცი, მუცლიდან ნაწლავები გადმოეყრება და რაღაც საშინელებები ხდება და მე მივხვდი, რომ ეს არ არის for real, რა, ეს არის რაღაცნაირი თამაშის ამბავია, აი GTA რო არის, მანქანი დაეჯახები, გაიტან, გამოიტან, ესური რაღაცა და რაღაცნაირად მაწუხებდა და ეს ჩემი ფიქრი იყო, ჩემთვის ფიქრობდი ამას, რომ ეს სწორია თუ არასწორია და მე გაჩნდა ეს Squid Game გამოვიდა, რომელიც ძალიან ბრუტალურია, ასე ვთქვა და თან მით უმეტეს, როცა მსახიობებით არის კიდევ უფრო ბრუტალურია, იქ იმას დახატული ხალხია და აქ ცოცხალი ხალხია, საშინელებები ხდება და მახსოვს, რომ მე და ეკუნა იმაში სამზარეულოში ვლაპარაკობდი და ეკუნა ამბობდა, რომ ძალიან შეწუხებული ვარ, რაღაცა ღამე არ მძინავს, ეს რა ვნახე, რა არის შენც თუ ნახე ისა და გაუზიარე ეს ჩემი ის, რომ აი იქნებ მეთქი შეხედო როგორც კომპიუტერულ თამაშს, რომ ეს საერთოდ არ არის ხალხი, საერთოდ არავინ არ მომკვდარა ამის გადაღებისას და არა ის სისხლი არ არის და თამაშია ესეთი რა, აი როგორც კომპიუტერულ თამაში ისა და რამდენიმე დღეში მითხრა რომ სხვათა ძალიან მომეწონაო, როგორც კი ეს ამოიღე, რომ ახახ ადამიანი და ბედი და იღბალი, არა კაცო თამაშია და ის ჯენზი უყურებს როგორც თამაშს, რომ თავი მოძრა და რო უთხრა რომ შენ ხეცო რა გიხარია ვიღაცა მოკვდა, გეტყვის რომ არავინ არ მომკვდა რა, ეს თამაშია სანდრო გადაიღეს. ნუ ვითომ მოკვდა, ვითომ სისხლია და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ სამსახურშიც ფაქტიურად სამსახურობანა უნდა იყოს ეს, ხო? არ არის ეს ბრუტალური, ხო? თუ ისა ვართ რეანიმაცია ვარ და ადამიანი უნდა გადავარჩინოთ, მაგაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ვაიმე ჩვენი ვიდეო თუ არ გამოვიდა პოპულარული, ესე იგი დავიქცევი და არ არის ეგრე საქმე რა. ანუ ამ ხალხს უნდა რომ რაღაცები გამოუვიდეს, რაღაცები დაფეილდეს, სადაც დაფეილდება თავი მოსძვრეს, მერე გაიკეთოს ეს თავი ისე და გააგრძელოს და თავი გასწადოს და მოკლედ instant feedback-ი უნდათ, ნეგატიურ feedback-საც ძალიან მაგრა იღებენ, ოღონდ მომენტალურად, რა, არ ვარ მოკვდი შენ, აღარ არსებობ, მოგაჭამა თავი კლიენტმა, გაიცინებს და შემდეგ კლიენტს დაურეკავს. და ეგ რო უთხრა მილენიალს შეიძლება წავიდეს და აღარ მოვიდეს საერთოდ, იმიტომ რომ მისთვის ეს არის რაღაცა პრინციპები, სულაც არ არის თამაში და ეხლა რატო ვავლებ ამ პარალელებს, რომ ის ხვდება უფროს ადამიანს და ის თუ ესე პრინციპულად უყურებს ეს ადამიანი მაგალითად ბრენდის ლოიალობა მილენიალებში არის ყველაზე მაღალი, ესე იგი iPhone-ზე რო შეჯდება ან Apple-ზე, მილენიალი აღარ ჩამოჯდება არასდროს. იმიტომ რომ მისთვის ეს არ არის ტელეფონი, მისთვის ეს არის რაღაცა იდეოლოგია და რაღაცა, რავი, დაკავშირებული ადამიანების უფლებასთან, თავისუფლებასთან, იმასთან, რაც იქ ძალიან კარგად იმუშავა იმის მარკეტინგმა, ხო? და ეს ერთ დღეს მოვა ამ ტელეფონით, მეორე დღეს მოვა იმ ტელეფონით, რა ვიცი, Yandex-ის ტაქსში ჩაჯდება, იმის ტაქსში ჩაჯდება, ძალიან ბედნიერად, ესე იგი, არაფერი ყოველგვარ და რაქენის ამშობლოს უღალატე, რაღაცა არაფერს არ უღალატე, კაცო, ტაქსში ჩავჯექი და ჩავედი და გამოვედი და Xiaomi-ის ტელეფონი, მაგრამ ხვალ მექნება იმის ტელეფონი, რაღაცა სხვა რამის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს gamification მენეჯერებმაც და ყველამ ეს instant benefit-ები, შეჯიბრები ძალიან მომეწონა ერთ კომპანიაში ვატრეინინგებდი და გაყიდვების გუნდში, სადაც ყავას იკეთებდა ეს ხალხი სამზარეულოში, იქვე იყო ეკრანი გამოკრული, სადაც იყო live ჩემპიონატი პირველ ადგილზე, ვინ არის მეორე ადგილზე, ვინ არის და აი ვიღაცა რომ შეხედავდა რომ მეორეზე გადავიდა და გავარდებოდა და დაიწყებდა რეკვას და პირველზე დაბრუნდებოდა და მოვარდებოდა და იტყოდა რომ აი გაჯობეთ, მერე ის გავარდებოდა მეორე და ასე შემდეგ. ესეთი ტიპები არიან, რომ აი ეს ლიდერბორდები, შეჯიბრი, მეგაჯობი, შემაჯობი ძალიან ამოტივირებთ, იმიტომ რომ ეს არის გეიმერული და გაზიარება უნდათ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ უნდათ რომ ეს საერთო სივრცეში ჩანდეს. ის კი არ იყოს, რომ მე ჩემთვის კარგად მუშაობ და შენ შენთვის. მილენიალს საერთოდ არ უნდა ეს შეჯიბრებადობა და შენ ეხლა ყოჩაღი მას აჯობე, ეს არ ამოტივირებს, ასე ვთქვა და ამას ძალიან ამოტივირებს, ხო? ამიტომ უჭირთ მილენიალ მენეჯერებს რომ ამ gamification-ზე გადავიდნენ და მით უმეტეს, ხო და კიდე ერთი გეიმზე რაც უნდა ვთქვათ, რომ გეიმი უნდა უსმენდეს მოთამაშეებს. რა, აი Fortnite არის ერთ-ერთი ძალიან პოპულარული თამაში და რაღაც მომენტში სტატია წავიკითხე, რომ გამოუშვა რაღაც ცვლილებები, რომელიც ძალიან არ მოეწონათ მოთამაშეებს და მოკლედ მიწაში ჩავდეს და ყველა სოციალურ ქსელში გალანძღეს ერთ კვირაში საერთოდ გააქრო ის ვერსია და თქვა, რომ ბოდიში შეგვეშალა,
მოკლედ მივქარეთ და დაივიწყეთ ესე იგი და იქნებ გვაპატიოთ და ეხლა სულ სხვა გზაზე წავალთ. ანუ ეგეთი უნდა იყოს თამაში, რომელიც აქეთაც გისმენს, არა მარტო გელაპარაკება, არამედ გისმენს და რომ მოვიდა ადამიანი და მეუბნება რომ ეს კამერა მოძველდა და ეს მიკროფონი ცუდად მუშაობს და შენეუბნები რომ რა ვქნათ აქ ბაბუო ჩვენმა დაგვიტოვა ეს კამერა და ამ კამერით უნდა გავაგრძელოთ, ის გაბრუნდება და წავა და ანუ როგორ შეუნარჩუნოთ მოტივაცია და მე ეს მილენიალი მენეჯერი ამბობს რომ მე მასე არასდროს კამერა არ მქონდა და იმით პასტი და ფურცლით ხატავდი და არ გვაინტერესებს გენცვალე შენ რა ქონდა რა არ ქონდა ეხლა არის 21 საუკუნე და ეხლა არის ისეთი დრო როცა კამერის შეცვლა $5000 საკითხი აღარ არის $100 საკითხია და ეხლა მაგდენის დახარჯვა თუ არ გინდა რომ მე ნორმალურად ვიმუშაო რა ვიცი ტყუილა მიხდი მაშინ ხელფასს ხო ის ხელფასი გაგიხდება ესა ხო და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოტივაციის შენარჩუნებაში რომ ამ ხალხს შუბლზე აი როგორც პრინციპულობა აწერიათ მილენიალებს ჯენზი შუბლზე აწერია თავისუფლება და ისინი ვერ იტანენ ოპრეშენს თუ ვინმე ჯენზის რამეს დაავალებს და დააძალებს თავის თავი უნდა იყოს თვითონ დააძალებს თავის თავს შენ ვერა და მე ბევრი მაგალითი მაქვს ესეთი როდესაც რა ვიცი შუა დღეა რა ვიცი 3 საათია გაგანია სამუშაო დროა გამოდის ჩვენი ჯენზი თანამშრომელი და ამბობს რომ მე ხა წავედი კბილის ექიმთან სიტყვაზე ხო როგორც კი სანდრო წარფს აწერს და იტყვის რომ რომელი საათია გენაცვალე და სამუშაო საათებში რატო წახვედი კბილის ექიმთან სანდრო ხდება ოპრესორი და წესების და რაღაცა და დინოზავრი ხო მაშინ ну ესე იგი სანდრომ დაუთრას რომ აბა კარგად იყავი და გამაგრდი კბილის ექიმთან წასვლა ადვილი საქმე არ არის ხო ეს არის სწორი პასუხი მაგრამ მაშინ საქმე ხო დაზარალდება გვიჩნდება შეკითხვა არ დაზარალდება იმიტომ რომ სანდრომ უნდა კითხოს რომ რასაც დამპირდი დღეს რომ გამომიგზავნე ხო გამომიგზავნი ეს არის სწორი პასუხი რომ შედეგი ხო დადგება მე შენი იმედი ხო უნდა მქონდეს და ის ადამიანი იტყვის რომ კი ბატონო ექიმის მერე სახლში მივალ და გამოგიგზავნი გავაკეთებ დავბრუნდები ანუ პასუხისმგებლობა შედეგზე უნდა ამ ადამიანს იმ შედეგზე რომელზეც თვითონ აიღო და ესე რომ აი ეს რატო გაცვია და ეს ფეხსაცმელი რატო ჩაიცვი და ის არ ჩაიცვი მაგას ვერ იტანს ხო ანუ როგორ გააკეთებს, როდის გააკეთებს, რომელ საათებში გააკეთებს, ეს ამის თავისუფლება უნდა გქონდეს, უნდა უთხრა რომ გინდა დაურეკე, გინდა მესიჯი მიწერე და უშუალოდ, ხო? დღეს გააკეთებ თუ ხვალ გააკეთებ. ის კი არა, ბავშვებსაც დღეს აღმზრდელობაში გეუბნებიან, რომ ჩოისები მიეცი, რომ ეხლა ძალევ წამალს თუ 10 წუთში ძალევ წამალს ეუბნები პატარა ბავშვს და არჩევანი აქვს, თავისუფალი ადამიანი იზრდება. როგორც კი შენ ეთქვი, რომ ეხლა გადაგიგირხავ ხელს და დაგალევინებ წამალს, მოკლედ ეგ ის არის და ეს ზუსტად ის ბავშვები არიან, ვისაც არჩევანი ქონდა ბავშვობიდანვე და კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა, რომ ხელოვნურად ვეღარ შევანარჩუნებ, რომ გადაუვლის ექსაიტმენტი და რომ მობეზდა და აღარ უნდა, შენ ვერ დატოვებ იქ და ზუსტად მაგას დარდობს ხშირად მენეჯერი, რო ისწავლა და მაგარი რო გახდა, ეხლა არ მეთმობა და მინდა რომ დავტოვო და არ გამოვა, იმიტომ რომ მოტივაცია როგორც სწრაფად მოსდის, ესე იგი ინსპირაცია და მოტივაცია ისე სწრაფად მისდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.